რუსული აგრესიის შემდეგ გადაზარალებულმა ბავშვებმა ერთი დღით მსახიობის ამპლუა მოერგეს დღეს მათ გორის თეატრის სცენაზე სპექტაკლი ჩვენი ძალადობის წინააღმდეგ ითამაშეს. თეატრის ფოიეში მოეწყო ბავშვების მიერ ომის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა. ამ პროექტის ორგანიზატორი ნორვეგიის ლტოლთა საბჭოა. სპექტაკლი დღეს კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, წერომაში, საგურამოსა და სოფელ შავშვებში ჩამოყალიბებულმა თეატრალურმა კოლექტივებმა ითამაშეს. მუშაობ კულტურულ ღონისძიებებს ვახორციელებ, შევქმნით ახალგაზრდული კლუბები ნორვეგიის ლტოლთა საბჭოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების აგენტოს დაფინანსებით და ჩვენ ვართ ადგილობრივი ორგანიზაცია ახალგაზრდული თაობის ალტერნატივა, რომელიც უწევს ორგანიზატორობას, შევქმნით ახალგაზრდული კლუბები ჩასახლებებში. პროექტი განხორციელდა ნორვეგიის ლტოლთა საბჭოს მიერ და მხარდაჭერა გაუწია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ. ეს პროექტი ეხმარება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან დევნილ ახალგაზრდებს, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგს მოიცავს. ეს არის ფოტოხელოვნება, სპორტული აქტივობები და სხვა დარგები.